17 ივნისის სტიქის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესთან დაკავშირებით მერის მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვა საკრებულოში დაიწყო. დეპუტატები ამ წუთებში საკრებულოს 5 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობენ. დოკუმენტის თანახმად განადგურებული უძრავი ქონების ანაზღაურება საბაზრო ღირებულების მიხედვით ან სულადობის პრინციპით მოხდება. დოკუმენტის თანახმად სტიქის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად ასევე თანხა გადაერიცხებათ. და ნიკა მოუდინაშვილი გვერდება ახლა მოამბის პირდაპირ ეთერში. ნიკა, ხომ არ არის ცნობილი, როდის დაამტკიცებს საკრებულო დოკუმენტს და როდიდან დაიწყება კომპენსაციების გაცემა? საკრებულო დოკუმენტს რიგარეშე სხდომაზე სავარაუდოდ ხვალ დაამტკიცებს, რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ის ცოტა ხნის წინ დასრულდა და დეპუტატებს კომპენსაციების გაცემის წესი თავად დედაქალაქის ვიცემერმა ირაკლი ლექვინაძემ გააცნო. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით საკმაოდ ოპტიმალური ვარიანტი იქნა შერჩეული კომპენსაციების გასაცემად და ამის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებს წინადღეების განმავლობაშიც გააჩნდათ. როგორც ცნობილი არის, განიხილება ორი ფორმა ამ წესის თანახმად. პირველი, დაზარალებულებს შესაძლებლობა აქვს, რომ სულადობის მიხედვით აირჩიონ კომპენსაცია. ამ შემთხვევაში საუბარი არის, რომ ერთ და ორ სულიან ოჯახზე 45 კვადრატული მეტრის ფართი გაიცეს, ასევე 60 სულიან ოჯახზე 65 კვადრატული მეტრი, 5 სულიან ოჯახზე 90 კვადრატული მეტრი და 7 სულიანზე და მეტზე 100 კვადრატული მეტრი ფართის ბინები გაიცეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში მათ ანგარიშზე ჩაერიცხებათ ამ ბინების სავარაუდო თანხა, რომელსაც ექსპერტიზის ბიურო განსაზღვრავს. იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულ მოქალაქეებს არ დააკმაყოფილებს სულადობით მიიღონ კომპენსაცია, ასეთ შემთხვევაში მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ დედაქალაქის მერისგან მოითხოვონ ანაზღაურება უშუალოდ საბაზრო ღირებულების მიხედვით. ერთადერთი შენიშვნა, რაც დეპუტატებს დღევანდელ სხდომაზე გააჩნდათ, იყო ის, რომ არ არის გაწერილი ამ წესში ვადები თუ როდის და რა დროში უნდა მოხდეს კომპენსაციების გაცემა, თუმცა როგორც დეპუტატებმა და ასევე დედაქალაქის ვიცემერმა განაცხადა, მას შემდეგ რაც ხვალ უკვე დამტკიცდება ახალი წესი თუ როგორ უნდა მოხდეს კომპენსაციების გაცემა, ამის შემდეგ უკვე ტექნიკური დეტალები რჩება მოსაგვარებელი, მაგალითად დაზარალებულმა მოქალაქეებმა თავად გარკვეული საბუთები უნდა მოაგროვონ, რის შემდეგაც დაიწყება უკვე კომპენსაციების გაცემა. და კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს შეკითხვები დაისვა, ეს შეეხებოდა ავტომანქანების ანაზღაურების საკითხს და როგორც ამ საკითხთან დაკავშირებითაც დედაქალაქის ვიცემერმა განაცხადა, მას შემდეგ რაც პირველი ეტაპი დასრულდება და ბინებით უზრუნველყოფა დაზარალებული მოსახლეობის, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა დაზიანებული ავტომანქანების საკითხთან დაკავშირებითაც. ძალიან სიღრმისეულად ვიმშელეთ კონკრეტულ საკითხს და დღევანდელი განხილვით მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ. უამრავი შენიშვნა იყო, უამრავი კითხვა იყო და ძირითადად ყველაფერზე იყო ამწურავი პასუხი. ეს შეეხება დღევანდელი კომპენსაცია, ხვალ რომ დამტკიცდება დიდი ალბათობით უძრავ ქონებას და ისეთი კატეგორიული პოზიცია მერიას აღარ აქვს. უმრავლესობის წევრებიც ძალიან აქტიურად უჭერენ მხარს იმას, რომ დაზღვეული თუ დაუზღვეველი ავტომობილი ყველა ანაზღაურდეს. სამწუხაროდ კვლავ გაუგებარი რჩება ზიანის ანაზღაურების ეტაპად დაყოფა, მით უმეტეს ვადებში გაწერილი არ არის, როდის დაიწყება დაზიანებული ავტომობილების ღირებულების ანაზღაურება, გაწერილი არ არის ვადები თუ როდის მოხდება თუნდაც უძრავი ქონების კომპენსაციის გაცემა განაცხადის წარდგენის დღიდან, რამდენ დღეში მოხდება საყოფაცხოვრებო პაკეტის გადაცემის თანხის გადაცემა. ყველა ის შენიშვნა, იქ არის საკითხი ვადებთან დაკავშირებით, ყველა ეს შენიშვნა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული და მეტიც ჩვენ შევთანხმდით და ეს არის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც გაჟღერდა რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ჩვენ დღეს დავადასტურეთ, რომ ხვალიდან ფაქტობრივად ჩვენ უკვე ვიწყებთ მეორე ეტაპზე მუშაობას, რომელიც უკვე მოიცავს სხვადასხვა ასე ვთქვათ სეგმენტს იმ პრობლემებისაც, რომელიც არსებობს დაზარალებულ ოჯახების მიმართ. ძირითადად უძრავი ქონება, მათი საცხოვრისით უზრუნველყოფა და ის ძირითადი საოჯახო პაკეტებისთვის არსებული თანხის მოცულობა, რომელიც მათ მისცემს საშუალებას იმ დანაკარგის ანაზღაურების, რომელიც მათ მიიღეს. ამიტომ პირველ ეტაპზე ამ წესის მთავარი საფუძველი არის სწორედ ეს. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, ამის შემდეგ განვიხილავთ ჩვენ, როგორი შეიძლება იყოს ავტომობილების მფლობელებისათვის ანაზღაურების წესი და როგორ რავადებში შეგვიძლია დავუშვათ ჩვენ მათთვის გარკვეული წინადადებების წარდგენა, ასევე მეორე ეტაპის სამოცანა იქნება გარდაცვლილებისათვის, გარდა იმისა, რაც ჩვენ უკვე მათ მივეხმარეთ და ეს იყო ოჯახზე 10,000 ლარი, კიდევ დამატებით გარკვეული კომპენსაციის მიცემა და კომპენსაციის გაღება. დღევანდელ სხდომაზე შეიძლება ითქვას, რომ კონსენსუსი მიღწეული იქნა როგორც ოპოზიციასა, ასევე უმრავლესობას შორის და დეპუტატები უკვე რიგარეშე სხდომაზე კომპენსაციების გაცემის წესს ხვალ დაამტკიცებენ.
მადლობა ნიკა მოუდინაშვილი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.